მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ შესვენების საათი, რომელსაც მე ჟურნალისტი დარინა ერაძე წავუძღვები. ჩვენი გადაცემის სტუმარია ქალბატონი ეთერ ჯალაღანია, ევროპული საქართველოს გორის ორგანიზაციის წევრი. ჩვენი გადაცემის თემა არის მიგრაცია. სულ ახლა ხანს დაიდო კვლევა, რომელიც თანახმადაც 15 წლის განმავლობაში საქართველოსთან დაახლოებით 1.400.000 ადამიანი არის გასული და 1.400.000 ადამიანში შედის ძალიან კვალიფიციური კადრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დიპლომით ხასიათდებიან და ზოგადად ძალიან დიდი პოტენციალი არის დასაქმების მხრივ მათი. ჩვენ ამ თემას შევეხებით როგორც გარე მიგრაციაზე, ასევე შიდა მიგრაციასაც შევეხებით გადაცემის მეორე ნაწილში. მე მინდა ახლა ჩვენ სტუმართან გადავიდე კითხვით. ქალბატონი ეთერ ჯალაღანიაც მიგრაციაში იყო, როგორც ჩვენ ვიცით, 3 წელი, სულ ახლა ხანს ჩამოვიდა ის საქართველოში და მისთვის ძალიან თემატურია ეს საკითხი. ქალბატონო ეთერ, რო გითხრათ, რამდენად დიდი რიცხვია კი ახლა ეს ძალიან მცირე რიცხოვანიერი ვართ და 1.400.000 ძალიან საკმაოდ დიდი რიცხვია, რომ გასული იყოს საქართველოდან. უნდა იყოს თუ არა პრიორიტეტი ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ იმუშაოს პირველ რიგში მიგრაციაზე და ამ პრობლემის მოგვარებაზე. რა უნდა გააკეთოს, რითი უნდა შეუწყოს ხელი, რომ ჩვენი მოსახლეობა მიგრაციაში არ წავიდეს? მოგესალმებით. ჩემთვის ეს თემა არის მტკივნეული, იმიტომ რომ ასე ადვილი არ არის მიგრაციაში ყოფნა. თითოეული ადამიანი, თითოეული ქართველი ძალიან მძიმე პირობებს გადის. იცით, არ არის ასე, რომ ადგა და წავიდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს იმაში, რომ ჩვენი ეს გაქცეული ხალხი, მოდი ასე დავარქმევ მე, რომ იზრუნოს იმაზე, რომ შეუქმნას სამუშაო პირობები, შეუქმნას თითოეულ ადამიანს ის გრძნობა, რომ ისინი მიტოვებულები არ არიან, იცით? გექმნება ის გრძნობა, რომ ტყუილა ისწავლე, ტყუილა იშრომე, ტყუილა აკეთებდი იმ შენ საყვარელ საქმეს. აღმოჩნდება ერთი დღეც, რომ შენ ხარ გამოუსედაგარი, საქართველოში არავის აღარ სჭირდები და უკვე ამ მიზნით, რომ რაღაცა ელემენტარული შემოსავლის წყარო გაგიჩნდეს, გარბი ხარ იქ და გონია, რომ იქ უკეთესია, მაგრამ მერწმუნეთ უკეთესია იმ მხრივ, რომ იქ აფასებენ ადამიანობას, იცით? გაძლევენ დაზღვევას და ეს დაზღვევა არის იმ დონის დაზღვევები, რომ თამამად შეგიძლია არ ინერვიულოვად გახდომაზე და არ ინერვიულო იმაზე წამალი როგორ იყიდო, იცით? ისია მოწყობილი იქ სისტემა, რომ თვითონვე რა წამალი გჭირდება, რა პროდუქცია გჭირდება, ამას ყველაფერს სახელმწიფო გიკეთებს, იცით? და უკვე იმდენად გამწარებულია ეს ჩვენი ხალხი და იმდენად გაუბედურებულია, რომ ელემენტარული ავადგახდომის ეშინიათ, იმიტომ რომ ვერ გავა და წამას ვერ იყიდის, ხო? ვიცით, რომ რამხელა თანხებია და რა კატასტროფა თანხებია წამალზე, ხო? ამიტომ არის რამდენი ხალხი გარბის, იცით? გარბიან განათლებული ადამიანები, იმიტომ რომ უკვე თავის სამშობლოში ვერ ხედავენ იმას, რომ სჭირდებათ, იცით? გამოუსადაგრები ხდებიან და ამის მხრივ უკვე ეძებენ გაქცევას და მირბიან ამიტომ და მიდიან. თქვენ გონიათ ახლა ვინც რეალურად წასულია სამუშაოდ, მოდი იმ ადამიანებსაც შევეხები, ძალიან რთულ სიტუაციაში არიან, იცით? ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ერთ ოთახში გაძელი წლები, 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, ხო? და სადღაც კვირაში 1 დღე გადიან, ხო? იმათთვის არის გაუსაძლესი. ისინი არიან ციხეში. ჩვენი ემიგრანტები, ჩვენი ეს ქართველი ხალხი, რომლებიც წასულები არიან და მე მინდა რომ მათი წინაშე ქედი მოვიხატო. ძალიან ბევრს სწავლობენ ხალხო. ძალიან ბევრს შრომობენ და აი მინდა ისეთ სახელმწიფოში ვიცხოვრო, რომ არ მიდიოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ, რომ ელემენტარულად ის შეეძლოთ, რომ თავის სახელმწიფოში რომ დაბრუნდებიან ეს ხალხი, არ აქონდეთ საზრუნავი არაფერზე. აი მთავარი მიზეზი რა არის თქვენი აზრით, რის გამოც ტოვებენ ქვეყანას? უმუშევრობა. პირველი მიზეზი არის უმუშევრობა. მე გვყავს ძალიან ბევრი განათლებული ბავშვები, მოგეხსენებათ სტუდენტები. ეხლა მე ვიცი, რომ წელიწადში 400 სტუდენტი მაინც ტოვებს, 400 ადამიანიდან 500 ადამიანამდე სტუდენტებზე მაქვს საუბარი, რომლებიც ტოვებენ საქართველოს და მიდიან იქ სასწავლებლად, იცით? მიდიან, იმიტომ რომ
იქ აქვთ ის საშუალება, რომ თვითონვე იმუშაონ და თვითონვე გადაიხადონ ის გადასახადია თუ ელემენტარული პირობები შეიქმნან. იცით, ფიქრობენ, რომ მოდი წავალ და ვამთავრებ მოდი ინსტიტუტს და ჩავალ და იქ გავაგრძელებ მერე მოღვაწეობა საქართველოში, მაგრამ მერწმუნეთ, აი 500 ადამიანიდან, 500 სტუდენტიდან, მოდი სავარაუდოდ ვთქვათ ასე, გინდა 200 იყოს, არ აქვს ციფრებს მნიშვნელობა, ხო? ჩვენი ბავშვები არიან და ჩვენი შვილები მიდიან, მოდი ასე ვთქვათ. მერწმუნეთ, იქიდან ერთი თუ დაბრუნდება, დანარჩენი ისე აიწყობს იქ კარიერას, რომ აქეთ წამოსვლა არავის არ მოუნდება და აი მენანება საქართველოს ამისთვის, რომ ამდენი სტუდენტი მიდის და მოდის პენსიონერი, ხო? ძალიან რთულია. აი წლებს რაც უნდა თავის მეგობრებთან გაეტარებინა, თავის ახლობლებთან გაეტარებინა, ელემენტარულად თავის დედასთან და მამასთან გაეტარებინა, უცხო ქვეყანაში გადახვეწილები არიან და ეს ადვილი არ არის და მე მინდა მათ უღმესი მადლობა მოუხადო და აი თაყვანებს წე, იმიტომ რომ ისინი სულიერად ძლიერები არიან მეწმუნეთ. და ზემოთ რო ავღნიშნე ამ კვლევით საფუძველზე არის რომ საქართველოში იგრძნობა კვალიფიციური კადრების გადინება, კი, კლების ტენდენცია, რაც უკავშირდება მიგრაციაში მოყოფ ჩვენს სტუდენტებს, სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც მაღალი ხარისხის დიპლომებით არიან, მაგრამ ვერ ადგენენ საქართველოს, ხო? და ვერ იღებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობას. ესეც ერთ-ერთი პრობლემა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ვერ მივიწევთ ეკონომიკურად წინ რომ არ ყავს კვალიფიციური კადრები. მაშინ რა უნდა ქნას სახელმწიფომ? როგორ უნდა მიუდგეს ამ პრობლემას, რომ მოგვარებადი გახადოს? აი ახლა გეტყვით, იცით რა, რამოდენიმე დღის წინ მე ძალიან გამეხარდა ლადავო აფხაზავაზე, იყო საუბარი პედაგოგი, რომელიც ათეულში მოხვდა, ხო? მე მინდა თითოეულ პედაგოგს ასეთი წარმატება უსურვოთ, ეხლა მაგალითად მოგიყვანთ რა. რაც უყურე მე ახლა ახალი ჩამოსული ვარ, სულ 2 დღეა რაც დავბრუნდი, ჩემ შვილთან ვიყავი. აი ესეთი რაღაცა მოვკარი ყური ინგა გრიგოლიასთან, მე მგონი გადაცემაში, თუ სწორად მახსოვს, რომ ლადო აფხაზავას უმუშავია იქ გამგეობაში და გაუთავისუფლებიათ იმის გამო, რომ ყოფილა ნაცმოძრაობის პერიოდში მომუშევარი ადამიანი. მე თუ სწორად მახსოვს, მე მგონი. იცით რა არის, ხო, აი მე რა მინდა რომ ამით ვთქვა. ასეთი რაღაცა რაც ჩვენთან ხდება, რომ იცით რა, ის ნაცმოძრაობის პერიოდში მუშაობდა, იცით რა, ის ოცნებაში მუშაობდა. არ აქვს მნიშვნელობა აქ ნაცმოძრაობის წევრი ხარ, ოცნების წევრი ხარ, ხარ ადამიანი, გაგ გამოცდილება და მუშაობ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო რო შეიცვლება, იქ მომუშავე სტრუქტურული ადამიანებიც, რომლებიც გამოცდილებით არიან, უნდა შეიცვალონ, ხო? ეს არ უნდა მოხდეს. ეხლა მე მაგალითად ასე მომივიდა, რომ გამოუსედა გარი აღმოვჩდი, იმიტომ რომ მოვიდა ოცნება და მე რახანც ნაცმოძრაობის პერიოდში მუშაობდი, ჩემი დასაქმება იქ არ შეიძლებოდა, იცით? რამდენი ჩემნაირი ადამიანია? რა აზრი აქვს ამას? შენ ნაცმოძრაობაში იმუშავებ თუ ოცნების პერიოდში იმუშავებ? მთავარია იყო გამოცდილი კადრი, რაზეც შეგეძლება მუშაობა. აი ზუსტად ეს ხდება და პირველი ეს არის, რომ მიგრაციაში წამსვლელების რაოდენობა ამხელა და ამ დონეზე არის. აი ზუსტად ეს მიზეზია, იცით? არ უნდა უყურებდეს არც ერთი საჯარო მოხელე იმას, რომ შენ რა პერიოდში იმუშავე, როგორ იმუშავე და რაზე იმუშავე. ხარ გამოცდილი კადრი. მოდი რა დავტოვოთ ის გამოცდილი კადრი. იმისი გონება მაინც ვიმყოფოთ და ვიქონიოთ, რომ ამ გამოცდილმა კადრმა გამიზარდოს კადრი და მე რაღაცნაირად თუ არ მინდა ტკბილად რაღაცნაირად გაუშვა ხო სამსახურიდან, იცი? მისული არ ახარ, შეიცვლება რაღაცა სტრუქტურა, ნუ ვიღაცა განყოფილების უფროსი შეიცვალა, მოხვევენ ამ ხალხს, უშვებენ მოყავთ სხვები. ნათესაური კავშირები. ხო, ნათესაური კავშირი იმაშობა და ზუსტად ეს ღუპავს ქართველებს, ზუსტად ეს ანადგურებს, რომ მე არ გვინდა ასეთი რაღაცა. ყველა ადამიანი შევაფასოთ თვით დასაქმებით რა შეუძლია და როგორ შეუძლია, იცით? და აი ასე მე ახარც სახელმწიფო და გადინება გვექნება ამხელა 1,400,000 და რაღაცნაირად, იცით, უკვე იმაზეც აღარ ილაპარაკებ, რომ აი წავიდა და რატო წავიდა. იცი? მაგას უკვე სახელმწიფო აღარ გეტყვის, იცი რა, გეტყვის. მე შენ უმაღლეს დონეზე შეგიწყე ხელი და რატო წახვედი, ხო? აი ეს უნდა მოხდეს პირველ რიგში. კი, ხელს შეუწყობს დაუშვათ სახელმწიფო განათლების მხრივ მიაღებინა განათლება საქართველოში, მაგრამ
არის რომ ძალიან დიდი შემთხვევები, ძალიან მცირე რაოდენობა საქმდება, როდესაც უნივერსიტეტებს ამთავრებენ სტუდენტების. ისინი როცა მიდიან სამსახურში, მათ სთხოვენ სამუშაო გამოცდილებას, განათლებას და ასე შემდეგ, რაც მათ იმ ეტაპზე არ აქვთ. უნივერსიტეტიდან გამოვიდნენ. კი. მესმის მე ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი მე ჩემი მაგალითიდან გეტყვით რა. თქვათ გერმანიაში რომ შევიდოდი ბანკა იყო ან მაღაზია იყო და დაველაპარაკებოდი ინგლისურად, არ მიცემდნენ პასუხს და რატო? განა არ იცოდნენ ინგლისური, იცი? იმ დონეზე უყვართ თავისი სახელმწიფო ენა, რომ აი ესე გეუბნებიან, შენ თუ გინდა იცხოვრო ჩემთან, შენ თუ გინდა რომ იყვე ჩემთან და მოგწოს ჩემი სახელმწიფო, უნდა ადგე და ისწავლო ჩვენი სახელმწიფო ენა, იცი? ან წადი მომიყვანეთ არჩიმანი, ან მელაპარაკე სათხარ იქაურ ენაზე. იცი რა, მე ეს მომწონს, იცი? ძალიან კარგი მიდგომა ჩემი აზრით. კარგი მიდგომაა და რატოა კარგი მიდგომა, იცით რომ ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი არის თავის სპეციალისტი, მაგრამ არ შეუძლია მოცხოენი სწავლა, ხო? და იმიტომ უნდა დავიწუნოთ, რომ ინგლისური ვერ ისწავლოს? თქვათ, ხო? მოდი ეს ამ საქმეში თავისი უმაღლესი შეფასება აქვს და ვინც ვერ იგებს, ხო, მოუყვანოს თარჯიმანი და ქართულად გაესაუბროს და გააგებინოს, იცით? შენ თუ სახელმწიფო არ მიხედავ იმას, რომ პირველ რიგში სახელმწიფო ენა იყოს უმაღლეს დონეზე, მოდი ასაკში მყოფი ადამიანები ვერ სწავლობენ ენებს, ხო? ხო, ძალიან რთულია და ის რახანც ენას ვერ ისწავლის, სამსახურში ვერ მივიღოთ? ან რა ვალდებულია, რომ კაცრავად დამლაგებელმა უცხოენა იცოდეს? არის ვალდებული, არ არის ვალდებული? მან თავის სახელმწიფო ენა ხო იცის? კი, გეთანხმებით. ორი პრობლემა იკვეთება კიდევ არის 23-24 წლის სტუდენტები, რომლებიც ამთავრებენ უნივერსიტეტს და ვერ საქმდებიან და ასევე არის საშუალო ასაკი 40-45 წლის ადამიანები, რომლებიც რეალურად არ სჭირდებათ უკვე სამსახურებში და მათ უწევთ გადინება საქართველოდან, ხო? აი ასეთი ადამიანებისთვის უნდა შეიქმნას თუ არა თუნდაც ქარხანა ფაბრიკები, რომ მათი დასაქმება ადვილი იყოს და სწორედ ისეთ ადამიანებს იღებდნენ იქ აი ამ საშუალო ასაკის, რომლებიც საც უხდებათ სამშობლოს დატოვება. იმიტომ რომ ვიცით რომ შედეგები ესეთია, სწორედ 40 წლის ზემოთ ხალხი გაედინება უფრო მეტად მიგრაციაში ჩვენი ქვეყნიდან. 40 წლის ზემოთ, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, იცით რა არის, უფუნქციოები რჩებიან, იცით, ვეღარ იგებენ რა გააკეთონ. და ამის გამო რომ მათ უკან ოჯახი დგას, თუნდაც სტუდენტი შვილი დგას, იცით, და მოგიხსენებათ რომ სწავლის საფასურია გადასახდელი, უკვე სხვა მეც არაფერს არ ფიქრობს, იცით, და უნდა რომ თავის შვილს დაამთავრებინოს, არ აქ განათლება და არ არის სამუშაო და განათლება გაქვს და მაინც არ არის სამუშაო და მეწილიან მაინც ფიქრობენ რომ განათლება მიაღებინონ თავის შვილებს და მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, იცით, მიდიან უკვე მიგრაციაში. მიდიან იმიტომ რომ იქიდან იწვალონ, იშრომონ და რაღაც თანხა გამოუგზავნონ, რომ ოჯახი არ დაენგრეთ. იცით რამდენი ოჯახი დაენგრა? იცით რამდენი ეხა Facebook-ზე ბიჭი იძახდა რომ მე ემიგრანტი შვილი ვარო, ისეთი მწარე გამონათქვამი მქონდა, იცით რომ მე თუ ზედმეტად ფულს ვერ ვხარჯავო, იმიტომ ვერ ვხარჯავო, რომ იქ მე ვიცი დედა როგორ წვალობსო, იცით. თქვენ ვერ აგიხწერთ ის რამხელა ტკივილია და აი რამხელა სულიერება ამ ხალხში, ძალიან დიდი, ძალიან რთულია, როგორ 3-4 წლის ბავშვებს ტოვებენ. აგერ ხაშურში ახალგაზრდა ქალბატონი გარდაიცვალა, რითი ხო? რაღაცა ხსნარი ვერ შეითვისა, ვერ იმასაკნა და გული გაუჩერდა, ხო? წარმოიდგინეთ ხა თვითონ იმ ქალის ტკივილი და მისი ოჯახისა რამხელა და მე კიდევ ერთ ხალხს გავუსვავ, რომ კიდე ეს ჩვენი ქალბატონი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩასული იყო გერმანიაში და აღნიშნა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და ძალიან გთხოვთ, ხალხიო, უკან დაგვიბრუნეთო. რომელ უსაფრთხო ქვეყანაზე ვლაპარაკობთ? როდესაც გუშინ გამოვიდნენ და დაგვემუქრნენ? რომელ უსაფრთხო ქვეყანაზე ვლაპარაკობთ, როცა შიდა მიგრაციაში 30,000 დევნილი ყავს? აი რომელ უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი? მე მაპატიეთ ვერ ხვდები, იცით? და ვითხოვ რომ ამიხსნან, როგორ როცა სოფლებია დაცლილი გარშემო?
ამ უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი. მოდი ჩვენ ხალხს ის მაინც შევუწყოთ ხელი, რომ იქ იყვნენ და იქიდან გამოგზავნილი კაპიკებით აქ ოჯახები ინახონ, იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფო ზუსტად ამაზე დგას. და ზუსტად იქიდან გამოგზავნილი თანხებით არის ის სწავლის განათლებაც, ის ჯანდაცვაც და იმ წამლების ღირებულებაც, რომელიც იქიდან მოდის რა. გეთანხმებით. მაინტერესებს თქვენი აზრი, განათლების სისტემა როგორ უნდა შეიცვალოს, რომ ჩვენი სტუდენტების მიერ მიღებული განათლება, ან ჩვენი დიპლომი, საქართველოს დიპლომი სჯობდეს უცხოეთში მიღებულ დიპლომს. ამ დროისთვის საქართველოში ესეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ თუ კი ქართველი სტუდენტი არის და მეორე ქართველი სტუდენტიც ყავს ასევე, მაგრამ მას აქვს უცხოეთში მიღებული განათლება და დიპლომი, ის უფრო დასაქმებადია საქართველოში, ვიდრე ჩვენი, რომელმაც საქართველოში და მიიღო უმაღლესი განათლება. მე კიდევ იმას გაუსმევ ხას და უსმევ ხას და კიდევ ერთი ვიტყვი, რომ სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს სისტემა, იცით? თვითონ სახელმწიფომ ან უნდა უბიძგოს იმ სტუდენტს, რომ იცი რა, მე იმას იმიტომ ვასაქმებ, რომ უცხოეთში აქ დამთავრებული, იცით? თვითონ სახელმწიფო გეუბნება ამას, რომ წადი იქ ისწავლე და რო ჩამოხვალ დაგასაქმებო. აი ესე ჩანს, იცი? ეს რეალობაა ასეთი. რატო იმან ჩემზე მეტად ისწავლა? ჩემზე მეტი განათლება მიიღო? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არა, იცით? აქ ყოფი უფრო მეტ განათლებას იღებენ ის ბავშვები, იმიტომ რომ აქვთ ის სიმწარე გამოცდილი ის ყველაფერი და მე არ უნდა მირჩიო, იცი? იმან იმიტომ რომ იქ აქვს. აი ეს იქ უნდა ამოვიღოთ რა და უნდა პირველ რიგში მე თუ მკითხავთ, სახელმწიფომ უნდა დაასაქმოს თავის სახელმწიფოში უნივერსიტეტებში დამთავრებული ბავშვები, იცი? და მე ეს აღარ იქნება, აღარც გადინება მოხდება სტუდენტისა და აღარც მიგრაციაში მყოფი ადამიანები გვეყოლებიან, იმიტომ ბევრი იმიტომ მიდის, იცით, მე თუ მინდა სამსახური მქონდეს, აი იცი რა, იქ ვისწავლი, ერთი წელი გავივლი იმას, ამ ერთ წელს მოყვება მეორე, მესამე წელი, დაგვიბრუნდება 4, 5, 6 წლის უკან და ვაყენებთ იმას, რომ იცით რა, იმან იქ ისწავლა და იმიტომ, რატო? არ უნდა იყოს ასე, იცით? ვასწავლოთ და მივიღოთ სამუშაოში ის ბავშვები, კი ბატონო, არ გავყოთ და არც გაყოფა მოხდება, არც მიგრაციაში წასვლა მოხდება და აღარც ის 500 სტუდენტი სახელმწიფო თვითონვე ყოფს და არ აქვს შემუშავებული გეგმა, რომ თავისივე განათლების რეფორმა თვითონვე დააფასოს. აი, ორ კურდღელს იჭერენ, აი ესეთი რაღაცა გამოსდით და ორ კურდღელს ვერ დაიჭერ, იცი? რატო არიანო წასულებიო, იძახი მიგრაციაში რატო მიდიანო, დაბრუნდნენო და მერე მოდიან და თვითონვე იმას აკეთებენ, რომ იცით რა, კი, შენ ძალიან კარგი ხარ, კარგი სტუდენტი ხარ, მაგრამ იცი დიპლომი მან იქ აიღო. მოდი რა, ეს გავანებოთ ამ იქ და აღარც მიგრაციაში მყოფი სტუდენტი გეყოლება. მე ჩემი აზრი ასეთია, არა მარტო ჩემი აზრი, მე ვფიქრობ, რომ ბევრის აზრი ასეთია, იცით? თუნდაც ახლა ჩვენ ბატონ დავით ბაქრაძეს ყველა ვიცით, ასეთი შეხვედრა ჰქონდა ქალბატონ მერკერთან და ძალიან დიდი შეთანხმების შედეგად სთხოვა, რომ იქ დაესაქმებინათ რეგულარულად ჩვენ ქართველები, ხო? და მოხდა ეს შეთანხმება, მე მინდა ძალიან მიხარია, მოხდა ეს შეთანხმება და ქალბატონ მერკერმა აღიარა, რომ ქართველებს დაასაქმებდნენ, იცით? მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა იქ, იმიტომ რომ ვინც გერმანიაში ყოფილა და ამ სახელმწიფოში ერთი კვირა მაინც ყოფილა, იქ მიხვდებიან, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება, იმიტომ რომ გერმანიაში არ არსებობს, მოდი ვიხმარ ესეთ კაცრავად, რა ვიცი, ჭყალებში შავი სამსახური. არ არსებობს ასეთი რაღაცა. შეიძლება ხდებოდეს საფრანგეთში, იტალიაში, ну სხვადასხვა სახელმწიფოებში, მაგრამ გერმანიაში ასეთი რაღაცა არ არსებობს. იქ არის ყველაფერი კანონიერად, იქ არის ყველაფერი რეალურად და ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. მე იყო იქ განხელვაც, რომ იცით რა არისო, რა გიხარიათო, მიგრაციაში მყოფმა ქართველებმაო. და რაღაცა არ მომეწონა ისეთი კომენტარები წავიკითხე, იცით, და ყველა იმ კომენტარის ავტორს მინდა პასუხი გავცე, იცით როგორი ეს იმხელა მიღწევა იქ მყოფი ქართველებისთვის, რომ ვერავინ ვერ წარმოედგეს, იცით, იმიტომ რომ დასაქმდება და ზედმეტ თანხას აიღებს და გამოგზავნის ისევ საქართველოში, ჩემო კარგო, და ისევ აქ მოეხმარენ და აქაური იმხელა გადასახადი, რომელიც 13 და 14 ჯერ არის გაძვირებული, სახელმწიფოში უნდა შევიდეს.
და ნუ ვიქნებით აი არ მიყვარს ხოლმე ესეთი გამოთქმა ბოხმიანები რა რეალურად მივუდგეთ ყველაფერს. გადაცემაში ახლა რეკლამის დროა, ჩვენ მცირე ჭრის შემდეგ დავბრუნდებით, უკვე ჩვენი თემა იქნება შიდა მიგრაცია. საზაფხულო ფასები ზოდის ქსელში. შიდა კარი 125 ლარიდან, ბითონის კარი 175 ლარიდან, მარმარილო 49 ლარიდან, გრანიტი 55 ლარიდან, ტრავერტინი 39 ლარიდან, კერამიკული ფილები 12 ლარიდან და 90 თეთრიდან, ლამინატი 12 ლარიდან და 90 თეთრიდან, გარემონტეთ სიყვარულით. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მესამე კილომეტრი, ტელეფონი 577 27 06 06. გადაცემის ინტერნეტ პარტნიორია MyVideoG. იხილეთ ყველა ვიდეო MyVideoზე. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში. ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ძალიან მტკივნეულ თემაზე. ეს არის შიდა მიგრაცია. მოგიხსენებათ, საქართველოს შიდა მიგრაციაში ყავს 30,000-ზე მეტი ადამიანი. ძალიან ცუდი შედეგები გვაქვს საოკუპაციო ხაზთან ყოფ სოფლებზე. ეს სოფლები თითქმის დაცარიელებულია. ძალიან ბევრი ხალხი გაედინება ამ სოფლებიდან. სახელმწიფო უწყებამ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეაჩეროს შიდა მიგრაცია პირველ რიგში და აი ასეთი სოფლების მიმართ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს. მოგახსენებთ აგერ აქვე ჩვენთან სოფელ ხურვალეთში რა სიტუაციაც არის და როგორ მოედინება ეს მცოცავე მართულ ხლართები. იცით, პირველ რიგში სახელმწიფომ ალბათ ამ ადამიანებს უნდა აგრძნობინოს ის, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები და ვიღაცა მასზე ზრუნავს, იცით? ამ ხალხს ეს არა აქვს, რომ მათზე ვიღაცა ზრუნავს. მე ხა ვადევნებ თვალყურს ტელევიზიას და არ მინახე იქ ჩასული ელემენტარულად არავინ, რომ რაღაცნაირად ის ხალხი ან უგეშოს მაინც, ხო? რა ვიცი, ყოფილან რაღაცა უთქვიათ? სახელმწიფო სტრუქტურებიდან ყოფილან, მაგრამ გარკვეულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. არა, მე ვფიქრობ, რომ აი იმ ხალხთან თვითონ იმ ადამიანთან ვინ მივიდა და ვინ გაესაუბრა, ვინ გაიგო მათი გულის ტკივილი, ხო? ვინ არავინ იცი? ეს თუ რაღაცას იტყვიან, გამოვლენ იტყვიან და სიტყვებად რჩება, იცით? და გიქმნება ის ფაქტორი ადამიანური, რომ არავის არ სჭირდები, იცი? მარტო სჭირდები არჩევნების დროს. მორჩა. აი ჩვენ სახელმწიფოში ასეთი მიდგომაა, რომ ახსენდება ხალხი მარტო არჩევნების დროს. დანარჩენი იქ რა ხდება, როგორ ხდება? ელემენტარულად მშივრები არიან, მწვერვალები არიან, რას სუნთქავენ ბოლო-ბოლო, ხო? რას აკეთებენ, აი როგორ, რანაირად და მით უმეტეს ახლა ეს სასწავლო ისინი როცა იყო იმ დონეზე მიდიოდა ეს აფეთქებები, რომ ხალხი ისეა უკვე შეშინებულია, რომ აღარ უნდათ, იცი? მოდი, ჩვენც ადამიანები ვართ და ომის შემდგომი პერიოდი რა გქონდა, ხო? კი, ძალიან მძიმე დაღი დაასვა. ჯერ ის იყო ხოლმე რომ შუა ქუჩაში დადიანო, ამიწის ძრების მერე და ახლა ასე გვაშაყირებენ, ზოჰაერში იყურებიანო და ძალიან რთულია, ხო, იმის ის რომ აი აფეთქდა ავიხედო, ხო? ძალიან დიდი სტრესია, იცი და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო პირველ რიგში უნდა ფსიქოლოგები ამუშაონ, იცით? რაღაცა ღონისძიებები ჩაატანონ, ფსიქოლოგები მიიწვიონ, რაღაცნაირად თუნდაც რა ვიცი, სახელმწიფოში ხომ არიან ჩვენზე მეტი ესმით რომ კითხოთ, ხო? და რაღაცა მოაგვარონ ისე რომ
აღარ იყოს ეს ცოცავი, ხო? თუნდაც აი დღე და ღამე დავდგები, მითხრა. ყველა ადამიანი დადგება დღე და ღამე, რომ ერთი გოჯი მიწაც არ დავკარგოთ. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს ხალხი, რომლებიც იქ ცხოვრობენ და სოფლიდან გამოედინებიან, აქეთ მოდიან, უნდათ? არ უნდათ. არავის არ უნდა საკუთარი ტერიტორია. ის თავისი სოფელი და ის თავისი ერთი კუთხე, მას მილიონს ურჩევნია ხალხო. არ არის ასე რა. საცა გაიზარდა, საცა დაიბადა და ელემენტარული ხომ მქონდა ერთ-ერთ ადამიანთან შეხება, მარტო იმას ტირობდა ასაკიანი კაცი იყო, რომ ჩემი ახლობლების საფლავზე, ჩემი ცოლის საფლავზე მე მიყვანეთო. მეტი არაფერი არ მინდაო. ვისთან მივიდეო, რომ აღდგომა მოდისო და მინდა ჩემი ცოლის საფლავი ვნახო. რამდენია ასეთი დაკარგული? ხო? ქრისტიანები ვართ, გვესმის, რომ საფლავზე უნდა მივიდეს ადამიანი, ჭირის უხილი მოინახულოს და ვერ მიდია, რატო ვერ მიდია? შიდა მიგრაციაში არის. რა აზრი აქვს მათთვის? არა, მე ხან ვიტყვი ხოლმე, რომ იცი, უკვე მათთვის სიცოცხლესაც აზრი აღარ აქვს, ისე დაიღალნენ უკვე, იცი, ისე განადგურებულები არიან. ყველა სხვა რა აქვს, რომ ყველა ოჯახის წევრი ერთად იყოს, იცი. ყველაზე დიდი უბედურება რაც არის, ეს არის შიდა თუ გარე მიგრაცია. ოჯახები იშლებიან, იცით. აი აკიტირება, აი ოჯახები იშლებიან, მაგრამ ერთი დადებითი თვისება რა აქვს, იცით, და რომ საცა არ უნდა იყო წასული და ქართულ ლაპარაკს რომ გაიგებ უკვე. სხვანაირი ამაყი ხარ, სხვანაირად გენატრება უკვე, სხვანაირი შეგრძნება, სხვანაირი სიყვარულია და აი ეს არის ის სამშობლო სიყვარული, რომელიც ყველანაირად გაქმარა. მარტო ის კი არ არის საზღვარგარეთ წავსული ხარ და სამშობლო გიყვარს. იში და მიგრაცია სამშობლო სიყვარულია. შენი ის ფესვების, საცა ხარ გაზრდილი, საცა დაიბადე, საცა გირბენია თუნდაც იმ ტალახში და გითამაშია, ის გიყვარს, იცით? რა აზრი აქვს? მისთვის აქ აზრი, თბილისში იქნება თუ ამერიკაში არა აქ აზრი. წამოსულია. კი, საკუთარი სახლი დატოვა. საკუთარი სახლი დატოვა და იმისთვის რა აზრი იქნება? მე საფრანგეთში ცხოვრობ თუ თბილისში იქნება თუ გორში იქნება? არა აქვს აზრი. კი. და თან არის რომ ასეთ სოფლებში უმეტესად მხოლოდ მოხუცები არიან შემორჩენილები. არის კიდევ მეორე პრობლემა, რომ ხაზის ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხაზის იქით მათი ნაკვეთები მეურნეობა არის დარჩენილი რეალურად მათ იმისათვის რომ იარსებონ იმის საშუალებაც აღარ აქვთ, ხო? სოფელია და სოფელი მეურნეობით არის, ხო? რჩებიან მე მაგალითად პენსიის იმედზე. ხურვალეთში ვარ დამყოფი ერთ-ერთ ოჯახში, ახლა არ მინდა გვარდეს სახელი და სახელო, საცა რომ ზალაში რომ გაშალა მასპინძელმა სუფრა, მოგიხსენებათ ჩვენი ქართული ადათ-წესი, მე მითხრა რომ ახლა მარტო საქართველოში კი არ ზიხარო, იქითა ხარო მოხვედრილი და რას ქვია მოთხარი იქითა ვარ მოხვედრილი და მანახვა რომ მისი ზალა უბრალოდ ვერ გაიყო, იმითი მართულ ხლართი ვერ გაკეთდა, მაგრამ ფაქტიურად უკვე იქით იყო. სახლი იდგა ისე, რომ ნახევარი სახლი აღმოჩნდა აქეთ, ნახევარი სახლი აღმოჩნდა იქით. ნუ აი ესეთი რაღაცა და ნუ ვერ შემოვდივარო ხანუ აქო, ნუ შიშის ფაქტორიც არის, იცით, მე უკვე ეს არის. მეურნეობაზე ხო ლაპარაკი, აი სადო, მე ბახშიო, იქით მქონდა ყველაფერიო, იძახის ეს კაცის აღორეცო, საკათმეცო, ყველაფერი რომ მწვანილი მომეყვანა და ფაქტიურად აღმოჩნდა ის პიროვნება, რომ მოდი, არც პენსია არ აქვს იმას აქშია, ასე ვთქვათ. არის სადღაც 50 წლის ასაკში იმას, არც პენსია არ აქვს. და ვერც მეურნეობით, ვერც სარგებლობით. და ვერც მუშაობს, რა გააკეთოს ასეთმა ადამიანმა? ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა შექმნას სტრუქტურა და ამ სტრუქტურით რაღაც ხელმძღვანელობით ასეთ ადამიანებზე უნდა იყოს რაღაცა თანხა გამოყოფილი, რომ ელემენტარულად თავის რჩენა მაინც შესწრონ. ხო, მაგრამ აი შიდა მიგრაციაში მყოფ ხალხს ტოლვილებზე, ჩვენს ტოლვილებზე ყოველთვიური სახელმწიფოს აქვს გამოყოფილი 45 ლარი. არც მეტი, არც ნაკლები. არის ეს თვიდან თვემდე 45 ლარი ეხლა მხოლოდ ერთი მიშოკი ფქვილი შეუძლია იყიდოს. ნუ იცით რა არის, კიდევ ერთი გადინება, ანუ ამ ხალხისა რატო ხდება, რომ იქ სოციალი, მოდი ასე ვთქვათ,
რაც ჩვენთან პენსიას ეძახიან და არის 45 ლარი თუნდაც მდევნილობისა, იქ თითოეულ ადამიანს აქვს 320 евро. წარმოიდგინეთ და 320 евро ხა ჩვენთან ფულზე ხო რაღაც 100 ლარამდეა თუ მეტი არ არის და უკვე და თვითონ იქ ყველაფერი ისეა წყობილი რომ აი 320 евро იქხელა თანხა იქ რომ ელემენტარული არც საჭმელი გიჭირს, არც სასმელი გიჭირს და პლუს აქეთ ხდება გამოგზავნა ამ თანხებისა, იცით? აი სასაცილო 45 ლარით როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა, მე ეს ძალიან მეკვირს, არ ვიცი. გვასწავლონ მაშინ რას აკეთებენ, იცით? შეიძლება რომ გვასწავლონ 45 ლარით როგორ იარსებოს ადამიანმა. როცა რომ ელემენტარულად წამალი იყიდო გაციებისა ლარი და 50 დღეს მე მგონი ხო ყველაზე ცოტა არ ვიცი ვერ მესმის მე ეს მე ვფიქრობ რომ რა ვიცი ხარ მინდა პოლიტიკურად გამომევიდეს მაგრამ ის ჯილდოები და რაღაცები შეიმცირონ და ამ ხალხზე ისრონ იცით რაღაცა შეამუშავონ ის ცოტათი მაინც გაიზარდოს ეს თანხა რაღაცა თემა შეიმუშავონ რაღაცა გრაფიკი შეიმუშავონ მოდი რაღაცა ისეთი ის გააკეთონ რომ რაღაცა რა ვიცი რომ სახელმწიფო ბოლო-ბოლო და თავის ხალხზე უნდა ისრომა. კი. ისე დაუბრუნდების საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, საიდანაც ძირითადად წამოსულები არიან ახალგაზრდები. თქვენი აზრით მე მაინტერესებს, და თქვენ როგორ დამოკიდებულება გექნებათ და თქვენ რომ შეგეძლოთ რას გააკეთებდით თუნდაც სკოლებში, რომ ან ამ სოფლებში რომ ეს ახალგაზრდები შეგეჩერებინათ და მეტი мотиваცია მიგეცათ მათთვის რომ დარჩენილიყვნენ სოფლებში. დაინტერესება უნდა მოხდეს, იცით? პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა დააინტერესოს ეს ბავშვები. რაღაცა ღონისძიებებით, რაღაცა თუნდაც იმითი რომ აი შენ რომ აქ დარჩები და ისწავლი და იმუშავე, მოდი მე შენ ცოტა მეტ ანაზღაურებას მოგცემთ, იცი? აი თუ აქ თქვა 350 საშუალო ხელფასი, მე 400 მოგცემ, 500 მოგცემ და არ წამოხვიდე, იცი, სოფლიდან. არ დატოვო შენი სოფელი. თუნდაც შეიძლება რა არის სასაცილოთაც არ უნდა მოეჩვენოთ, იმასაც ვეთყვი იმ ადამიანს, რომ მოდი რა იყავი აქ და გიყიდი მორძროხას, მორქათამს, ღორს, შეგიქმნი ამ პირობებს მოგიწყობ, რომ იარსებ. ელემენტარულად იმის ხელფასის გარდა აი ამასაც მოგცემ, რაღაცას მოგცემ და მოდი იყავი და შექმენი ოჯახი და არ დატოვო ის სოფელი რა. რაღაცას გავაკეთებდი, იცი? აი რაღაცას რა ვიცი, მოვიძიებდი თანხასაც, იმასაც, ამასაც და ელემენტარულად არიან ისეთი ახალგაზრდები, რომ ნამდვილად არ უნდათ შენი ქალაქი კაცო, ურჩევნიათ სოფელში იყვნენ, ხო? იმიტომ რომ უყვარს იმას თავისი სოფელი და ნუ ვაიძულებთ რომ წამოვიდეს რა გაუკეთოთ ის და შეუქმნათ ის სიტუაცია რომ დარჩეს იქ და იყოს იქ ბავშვებისთვისაც არ არის ელემენტარული პირობები თუნდაც იყოს მინი სტადიონები გაკეთებული ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა იტყვიან რომ აი რაღაცა სტადიონი უნდა გაკეთდეს რომელ სტადიონზეა ლაპარაკი რომელ მე მაგალითად ყველა სოფელში გავხსნიდი აი ეს წრეები რომ იყო ხოლმე იქ ჭიდაობის წრე იყო, ცეკვის წრე იყო, რაღაცა ჭრა, კერვის წრე იყო და 1000 წრეები იყო, ხო? გავხსნიდი იცი იმ სოფელში, იმიტომ რომ ბევრი ვიცი რომ უნდა იმის შვილმა ცეკვაზეც იაროს, ხატვაზეც იაროს, მაგრამ არა აქ თუნდაც იმისი ლარიანი რომ ჩამოიყვანოს გორში. კი. ხო? მაგრამ არც გორში არ იქნება უფასო ასეთ წრეებზე სიარო. მით უმეტეს არც გორში არ არის, მაგრამ პირველ რიგში ამას აი იძულებიც გავხდიდი, მე მაგალითად გავხდიდი იძულებიც და ვეთყოდი, იცით რა არის? არ უნდა იყოს ფასიანი, მე შენ მოგცემ აი ამ 400 ლარს თუ 450 ლარს ხელფას და უნდა იყო და ასწავლო ამ ბავშვებს ეს ყველაფერი. აი რაღაცა მექანიზმი უნდა იყოს რა. უნდა იყოს თუ არა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი მიგრაციის თემაზე მუშაობა ყველა კუთხით და აი დღის წესრიგში პირველ ადგილზე უნდა იყენოს თუ არა ეს თემა. პირველ ადგილზე უნდა იყოს და ყოველ დღე და ყოველ ღამე უნდა ფიქრობდნენ იმას, რომ ჩვენი ეს ხალხი როგორ წამოიყვანონ, მაგრამ ისე კი არა, რომ ყოველ დღე მოყავთ
ეს ხალხი და ჩამოდიან აქ და ზოგი თავს იკლავს და ზოგს წამლის ფული არ აქვს და რა გააკეთონ ვერ იგებენ და ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი რომ აწყობილი ქონდათ ცხოვრება და აქეთ ხალხს ინახავდნენ ჩამოიყვანეს და უკიდურეს გაჭირვებაში არიან დღეს სახელმწიფომ დღე და ღამე უნდა იფიქროს იმაზე რომ თავის ხალხს შეუქმნას ის პირობები რომ ითხოვენ იქიდან ჩამოსულ ქართველებზე აი ამ ქართველებს რაღაც სამსახურეები, რაღაც ელემენტარული გაუკეთონ, რომ არ იგრძნონ თავები, აი რაღაცა უფუნქციოთ, იცით? ოჯახიდან ერთი წევრი ხო მაინც უნდა იყოს დასაქმებული, თუნდაც ყველა მეხუთე მერწმუნეთ, რომ ის არის, რა ქვია, ყველა მეხუთე ოჯახის წევრი არის მიგრაციაში წასული. და ოჯახები ვიცი, რომ პენსიონერიც არ აყავთ, რომ ის იმ პენსიით მაინც იარსებონ. ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი ასეთი. აი საშუალო ასაკი რო არის 45-დან 50 წლამდე. თქვენ თვლით თუ არა რომ მხოლოდ სოციალური ფონის გამო ტოვებენ საქართველოს? რა თქმა უნდა, ყველა სოციალური ფონის გამო ტოვებს საქართველოს. ყველა მერწმუნეთ რა. ყველა ტოვებს და ძალიან დიდი გზის გავლა უწევთ იქაც, რომ ვინტიან, რომ რაღაცას მიაღწიონ. ძალიან რთული გზა უწევთ, იცი და ყველა მიცის რომ იქ რთული გზაა გასავლელი და არავის არ უნდა ასე წავიდეს რა, მაგრამ სხვა გამოსავალი არა. არც იქ არ არის იოლის სამუშაოები, ასე რომ ვთქვათ, ხო? ყველაზე მძიმე სამუშაოები. ყველაზე რთული სამუშაოები. მე ვიცი ძალიან ბევრი ქართველი ისთვის უმუშავიათ და ხელფასი არ მიუციათ. ასეთიც ვიცი. და პირველ რიგში სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუნდაც აი ეს მისი მოქალაქეები ასე რომ არიან იქ არ დაისაჯონ იმითი, რომ მე სახელმწიფოს არ უნდივარ, იცი და არც ამ სახელმწიფოს უნდივარ და ვიღაცა მონათმა მუშავებს, იცი და მეუბნება არ მოგცემ. რაღაცა რეგულაცია უნდა გაკეთდეს იმისი, რომ ვიმუშავე, იმისიც არ მეშინოდეს, რომ აი ხელფას არ მომცემენ, იცით? დაცულები უნდა იყვნენ. დაცულები უნდა იყვნენ და დაცულები ნამდვილად არ არიან, იცი. თუმცა ჩვენი საელჩოები თითქმის ყველა ქვეყანაში არის, მაგრამ მათი ფუნქციონირება არალეგალურად როცა მუშაობენ, საერთოდ ვერაფერს ვერ უსავს. ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ იქ უნდა იყოს ყველაფერი. შენ უნდა იზრუნო ლეგალურად ჩართონ ეს ჩვენი ხალხი, რომ იმუშაონ ამ წასულებმა, რომ მე იმ საელჩოშიც მიხვიდე და რაღაცა გააკეთო, ხო? ყველაზე მძიმე სამუშაოებს ასრულებენ ქართველები. ყველაზე მძიმეს, იმიტომ რომ იქ ხა რეალურად როცა არალეგალიც ქვია, იცი, როცა არა გაქვს საბუთები მწყობში არალეგალი ხარ და ყველანაირად რთულ პირობებში არიან. თქვენი აზრით, აი ეს 1.400.000 ადამიანი ხომ გასულია საქართველოდან და დაახლოებით მათ რამდენ პროცენტს ენდომება აი ასეთ პირობებში, როგორშიც ახლა ვართ დაბრუნება საქართველოში? არავის არ უნდა იცი, აქ ჩამოვიდეს, დაჯდეს, კაი რამდენ წამოიღებ იქიდან. სადილე რო გააკეთო 20 ლარი მაინც გინდა, რომ ნორმალური თუ რა ვიცი, რაც ქვია ეხა, ხო? რომელს ენდომება? არავის არ ენდომება. ზოგს პატარა ბავშვი ყავს თან, ზოგის არ ენდომებათ, იცი, იმიტომ რომ იქ არც ჭამაზე აქვთ პრობლემა, არც ჩასაცმელზე აქვთ პრობლემა, არც მედიკამენტებზე აქვთ პრობლემა და ეხა ვის უნდა ჩამოვიდეს აქ და დაეწყოს იგივე პრობლემები. ხო, არავის არ უნდა. 1%-ს არ უნდა, იცით? მერწმუნეთ. როგორი ისეთ პირობებამდე ვერ მივალთ, რა თქმა უნდა, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ აი ამ დონეზე, რაც შეეძლება ჩვენს ქვეყანას, როგორი პირობები უნდა შეუქმნას მცირედით მაინც აი ესეთ ხალხს. სამუშაო ადგილები პირველ რიგში, იცით? პირველ რიგში უნდა იყოს სამუშაო ადგილები. ისევ და ისევ დასაქმება უნდა იყოს პირველ რიგში, იცით? უნდა ელემენტარულად იმ ადამიანმა, რომელსაც უკან უნდა დაბრუნება, ის მაინც იცოდეს, რომ მე რო ვიმუშავებ, თვეში 300 ლარი მაინც მექნება, იცით და არ შემეშინდება რომ ავატკავხდე. იმიტომ რომ ვიცით რომ ჩვენ სახელმწიფოში წამლები არ არის უფასო. თუნდაც ყველა სახელმწიფოში წამალი არის უფასო. ჩვენთან არ არის უფასო წამლები და ვიცით რა თანხაც არის, არა? და ისიც ვიცით შეიძლება იყიდო და წამალი არ გამოგადგეს, ხო? ანუ ყველაფერზე უნდა შეიქმნას ის რეგულაცია, რომ
ელემენტარულად საარსებო წყარო მაინც მივცეთ ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ. არ არის აქ ფუფუნებაზე ლაპარაკი, აქ არის საარსებო წყაროზე უკვე საუბარი. საარსებო მინიმუმი რომ გქონდეთ. მაინც კი. თუ ასეთი პირობებით გაგრძელდა ცხოვრება ისე ჩვენს ქვეყანაში, როგორც ეხლა ვართ, თქვენი აზრით, ეს 1.400.000 რიცხვი კიდევ შედარებით უფრო მეტად გაიზრდება? ორჯერ გაიზრდება, იცით. მერწმუნეთ რა. ყველა ის წასული ადამიანი, ვინც აქედან წავიდა, ყველა ცდილობს, რომ თავისი ახლობელი წაიყვანოს. კი. ყველა იმას ცდილობს და რატო? იმიტომ რომ მას სირთულეები უკვე გავლილი აქვს. ელემენტარულად რაღაცა პირობები უკვე შექმნილი აქვს და ეუბნება, იცით რა, რომ მოდი რა, აღარ მონატრებაც არის და წამოდი და ყველა ცდილობს რომ წაიყვანოს, აბსოლუტურად სულ ყველა. აქედან იმ მოტივით მიდის უკვე ხალხი, რომ იქ რამდენიმე წელში მოიწყოს ცხოვრება და წაიყვანოს. კი, ყველა იმით მიდის, იცი, ყველა ოჯახის წევრი იმიტომ მიდის, რომ იქ რაღაცა შექმნის თუ არა ელემენტარულს, დედა წაიყვანოს, მამა წაიყვანოს და ასე. მაგრამ ხო შეიძლება იფიქრონ, რომ იქ იმდენი დააგროვონ, რომ საქართველოში რაიმე ბიზნესით დაკავდნენ, ან მეწარმეები გახდნენ და აქ შეძლონ. მეწარმეობაზეა საუბარი, ძალიან გთხოვ მითხარი რა. აი რომელ მეწარმეობაზეა და რომელ ბიზნესია საუბარი? რომელ ბიზნესზე ხარ რო ართმევენ ხალხს, რომ რაღაცა ელემენტარულად რო რაღაცა საკეთებ და მოვა ვიღაცა და წაკართმევს, იმ ბიზნესია საუბარი? სახელმწიფოში სანამ ის სტრუქტურა არ შეიქმნება ისეთი, რომ ყველა ერთ დონეზე იყოს, არანაირი ბიზნესის გაკეთება არ შეიძლება და ვერც გააკეთებ. არ რომელ ბიზნესია ლაპარაკი, ვინ უნდა იყიდოს? ყველა გაჭირვებულია. თუნდაც ფერმერი გახდეს, ან რამე ისეთ. ვისაც ხო არიან ხალხი, რომლებსაც არ უნდათ იქით ცხოვრება, მაგრამ იძულებული. ხორცი რო იყიდო, საზღვარგარეთ უნდა მისცე 10 евро. 3 კილო ხორცი რო იყიდო. მე გეკითხები, აქ 1 კილო ხორცი რა ღირს? დაახლოებით 10-დან 14 ლარამდე მერყეობს. ხო? 1 კილოსაც ვერ იყიდი, ხო? რომელ მეწარმეობაზე? ვინ უნდა იყიდოს ის ხორცი? ამდენი უმუშევარი რო ყავს. მითხარით უბრალოდ და გავჩერდები, იცი? არა, გეთანხმებით, მაგრამ ხო. თლაც თუ ყველანი გაედინება, სახელმწიფოში აღარ დარჩება. მაგაზე გვაქვს საუბარი, რომ სახელმწიფოს, ისევ და ისევ მივდივართ სახელმწიფოსთან, იცით? ოჯახი ავიღოთ, ხო? ოჯახი დგას, მამაკაცია თუ ქალზეა თუ ნუ ვიღაცაზე ხო დგას არას ეს ოჯახი, იგივე დიდი ოჯახია სახელმწიფო, ხო? იმ დიდ ოჯახში უნდა ხდებოდეს თვითოულ ამ ხალხზე ფიქრი. არ ხდება და რადგან თავარია რომ მოხდეს და იფიქრონ და არ ხდება, არ აინტერესებთ, იცი, თქვენ რა გონია, არ უხარიათ ამდენი ხალხი რო გაედინება? მე ისიც მოვისმინე რომ აქეთ უნდათო დევნილების მიღებაო და იმ თანხას გადაუხდიანო, რაც ხდება სხვა სახელმწიფოებში. მოდი ჯერ შენ მოქალაქეზე იფიქრე, იცი? არ მისცე 300 евро, 900 ლარი და გაუზარდე იმას ხელფასი. ჯერ შენზე იფიქრე და მე სხვაზე იფიქრე. ის იქ რო იღებს იმ ამ მიგრაციიდან რომ მიდიან ხალხი და სახელმწიფო იღებს იმ ხალხს, იმას იმხელა შემოსავალი შესდის, რომ თავისი ძალიან კარგად აყავს. ბანკში ელემენტარულად, როცა ვალი გაქვს და აიღე ეს ვალი, როცა მუშაობდი, ხო? შეგიწყდა ხო სამსახური. პროცენტებს გარიცხავენ, რომ გადაიხადო და სახლებს გაყიდინებენ, რომ ის ვალი დაფარო. იქ სოციალისგან, სახელმწიფოსგან მიგაკ წერილი, რომ შენ ხარ უმუშევარი და იმ ვალს ვერ გადაიხდი და გიჩერდება ავტომატურად ის ვალი, იცი? ჩვენ ამ დონებზე მისულები ვართ? არა. ხო, აი იცი უნდა მივიყვანო. ხო, იმ დონემდე რაღაცა მაინც უნდა მიხვიდე, რომ იგრძნო, რომ ადამიანი ხარ, იცი? და არ უნდა გეშინოდეს თუნდაც იმ ვალის აღებისა და იმ ქუჩაში დარჩენისა და ბევრი რატო იღებს იმ ვალს, რომ ავათ გაუხდა ვიღაცა, ხო? და ამიტომ აიღება მისთვის და ჯასაცმელის გულისთვის ვალს არავინ არ იღებს. გადაცემის პირველ ნაწილში ვახსენე მეკვლევა, რომელიც ჩატარდა. აი ამ კვლევის შედეგებზე იყო, რომ სწორედ მიგრაციას უკავშირდება შობადობის კლების ტენდენცია საქართველოში. ძალიან არის შემცირებული შობადობა საქართველოში.
თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს, რომ თუ ასე გაგრძელდება ხალხი კიდევ მიგრაციაში წავა, შობადობა კიდევ უფრო დაიკლებს, სახელმწიფოდ ვეღარ დავრჩებით. სახელმწიფო კი არა, ალბათ ქართველიერიც აღარ იარსებობს. მე ამისი შიში მაქვს, იცი? ნამდვილად ამის შიში მაქვს, იმიტომ რომ რა ვიცი, შიში ძალიან დიდი მაქვს იმისი, რომ ქართველიერი ცოტა ხანში თუ არ მოგხედა სახელმწიფო, მე წმუნეთ, რომ ქართველიერი საქართველოში აღარ იქნება და ყველა იქნება მიგრაციაში წასული. კარგით, ქალბატონო ეთერ, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდო, ფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება ჩვენ მაყურებლისთვის, რომელიც ახლა ჩვენ თვალს გვადევნებდა. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ეთელ ჯალაღანია, ევროპული საქართველოს გორის ორგანიზაციის წევრი. გადაცემა ხვალ მშვიდობებად, დაგიბრუნდებათ ხვალ 13 საათზე ახალი სტუმრით, ახალი თემებით, ნახვამდის.